საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი თამარ კიკნაძე. საღამო მშვიდობის ქალბატონი თამარ, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო ავრცელებს განცხადებას და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას და ამავე ბიუროს აზრით პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე ადგილობრივი არჩევნები უნდა გადაიდოს. ანუ ისევ მოდის ესე იგი ესეთი მენტორული რჩევა რომ არც მეტი არც ნაკლები ახლა თვითმმართველობის არჩევნებიც გადაიდოს საქართველოში. ანუ გვარიგებენ ჭკუას, არ მიიჩნევენ მიზანშეწონილად რომ ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნები. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად სწორია და რა უნდა იყოს ამის საპირისპირო ჩვენი მხრიდან? გამოხმაურება უკვე იყო ირაკლი კობახიძის მხრიდან, პრემიერ-მინისტრი იმყოფება დუბაიში, იქ მოგეხსენებათ მიმდინარეობს მსოფლიო მთავრობათა წარმომადგენელთა შეხვედრა, საკმაოდ ისეთი მოცულობითი, ბევრი დელეგაცია იმყოფება და ეს სწორედ იქ გამოეხმაურა, ის ამბობს ასეთ რამეს, რომ უკრაინიზაციას გვაგონებს, უკრაინაში არ ტარდება არჩევნები, ჩვენ ამ ყველაფერს ვერ დაუშვებთ. ანუ ეს სწორედ ეს განცხადება, რაც ისმის ბრიუსელიდან. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებლებს. ეს დაახლოებით იმ ოპერიდან იყარი, რაც იყო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. საპასუხო რეაქცია გასაგებია, სხვას არც მოველოდებოდი, იმიტომ რომ ეს არის მორიგი ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, არჩევნებში და დაფიქსირებულია ეს კურსი სუვერენული. ამიტომ ამ განცხადებას ესე იგი რეაქცია არ მოყვება, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. კვლავ იქნება მორიგი რაღაცა მცდელობა დესტაბილიზაციის, მაგრამ როგორც უყურებთ, ესე იგი ბოლომდე მათი გეგმები ვერ სრულდება, იმიტომ რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არ უჭერს მხარს და იმაშიც ვეთანხმები, რომ პროცესები უნდათ წარემართათ რაღაცა უკრაინის სცენარით, მაგრამ ეს სცენარი ვერ ვითარდება საქართველოში. კი ბატონო, და კობახიძე ამბობს ასევე, იმედი მინდა ვიქონიო, რომ 25%-იანი ტარიფების ფონზე ევროკავშირი უფრო მეტად გადაერთვება საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე და ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე. აქვე ვიტყვი, რომ 25%-იანი ბაჟი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა არაერთ ქვეყანას, ასევე შეზღუდვები, ევროკავშირს შეექმნა პრობლემა, სწორედ ამ დაწესებულ საბაჟო გადასახადზე და ასევე ალუმინზე და რკინაზე. მოსალოდნელია, რომ საკმაოდ ბევრ ქვეყანას ეხება ეს, გარდა ავსტრალიისა. ახლა ავსტრალიაც ისეთი ანგლოსაქსური შემადგენლობის ქვეყანაა და შესაბამისად ახლა თავისიანები არიან, ასე ვთქვათ, მარტივიანით რომ ვთქვათ. და საქართველო, როგორ ფიქრობთ თქვენ, დადგება თუ არა გამოწვევების წინაშე დღემდე არ არის ცნობილი ის დღის წესრიგი, გარდა ამ კონსერვატიული ნარატივისა, თუ როგორ დაიწყებს ტრამპი ოპერირებას ამიერკავკასიაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქართულ ოცნებას დაჭირდება თუ არა უფრო მეტი ძალისხმევა და როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა გამოწვევების წინაშე ქართული სახელმწიფო ტრამპის პირობებში? იცით, არაერთხელ ამირნიშნია თქვენ ეთერში, მათ შორის თქვენ გადაცემაში, რომ საქართველოს ხელისუფლება პირველად პოსტსაბჭოთა პერიოდში იქცევა ძალიან ადეკვატურად და იმ პროცესების შესაბამისად, რასაც ჩვენ მსოფლიოში ვხედავთ. რასაც ვერ ვიტყვი ოპოზიციაზე, იმიტომ რომ ისინი ისევ ძველ დღის წესრიგს მისდევენ და შედეგით სახეზეა, ხო? ეხლა რა შეეხება ტრამპის პოლიტიკას კავკასიაში. ტრამპ არაერთხელ განაცხადა, ის მისდევს იზოლაციონიზმის პოლიტიკას.
და შესაბამისად მისი მოქმედებები აღარ იქნება ისეთი როგორც იყო და ეს ძალიან კარგად ჩანს USAID-ის მაგალითზე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მაგალითზე, რომელიც ახორციელებდნენ აქ ამერიკულ დღის წესრიგს, ამერიკულს და საერთოდ დასავლურ დღის წესრიგს. ჩემთვის მაგალითად ძალიან კარგად არის გასაგები როგორ ვითარდება პროცესები და არაერთხელ ამის შესახებაც მithქვამს მე რომ ის რასაც ჩვენ ოპოზიცია გვთავაზობს და იგივე ევროპელი ჩვენი კოლეგები როდესაც ერევიან ჩვენ საშინაო საქმეებში ეს არის წარსული მსოფლიო წესრიგის მოცემულობა დღეს არის ყველაფერი შეცვლილი. აი არის ეგეთი თეორია და ამასაც არაერთხელ ლაპარაკობ რომ ეს პროცესები ყველაფერი კოდიფიცირებული არის ესე იგი შესაბამის თეორიულ ნაშრომებში და სხვადასხვა თეორიებში, ხო? ლოგიკით როდესაც არის ეს ჰეგემონური სიტუაციის ცვლილება, რა ამერიკის ხელისუფლება ტრამპის სახით იქცევა აბსოლუტურად აი ამ თეორიის შესაბამისად, იმიტომ რომ მას აქვს ჰეგემონიის დაღმავალი ციკლი, იგი ვეღარ ახორციელებს იმ თავის მიზნებს, რაც ჰქონდა მაგალითად მაშინ, როდესაც იყო ერთადერთი მსოფლიოში ჰეგემონური ძალა, ამიტომ იძულებულია, რომ წავიდეს იმ გზით, რითაც მიდის ტრამპი და შემთხვევითი არ არის, რომ ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში ძალიან არაორდინარული ადამიანი, რომელიც ყველაფერს ითვლის და ძალიან პრაგმატულია. და ის განცხადებები, რომლებიც მისგან ჟღერდება, ზოგს მიაჩნია, რომ ის არათანმიმდევრულია, რაღაცა არ იცის, რაღაცა ყველაფერი ძალიან კარგად იცის, უბრალოდ ეს არის ის მანერა, რომლის საშუალებითაც გამოხატავს იგი თავის ინტერესებს, რაც შეეხება კავკასიას. ჩემი აზრით, კავკასია ამერიკის ინტერესში აღარ არის, იმიტომ რომ იქითა სფეროზე მიდის, ხო? იქითა ნახევარსფეროში ახორციელებს ის თავის ინტერესებს და არის სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია მისი ინტერესის სფერო. ამიტომ იგივე თქვათ, როგორ პოლიტიკას აწარმოებს ის ევროპული სახელმწიფოების მიმართ, ეს ტარიფები რო დაუწესა, რაც ცუდად აისახება ევროპული ქვეყნების ამ საყოველთაო კეთილდღეობაზე და ნატოს საკითხიც დგება ეჭქვეშ, როგორი იქნება ნატოს ფუნქცია. ამიტომ ის პოლიტიკური ესტაბლიშმენტი, რომელიც დღეს ევროპაში არის, შეშფოთებული. უბრალოდ ეს იმ წინა წესრიგის ხალხია, ხო, ხელისუფლებაში და ამ შემთხვევაში არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ და აი ჩვენთან მიმართებაშიც აი ევროსაბჭოს ბიუროს განცხადება ინერციით არის ეს ყველაფერი, რომელიც არ შეიძლება რომ განხორციელდეს, მაგრამ ხელისუფლება და უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილი აი ინფორმირებულია საქმის კურსია ამ გლობალური პროცესების და იქცევა არაერთხელ აღნიშნავ ძალიან ადეკვატურად. კი ბატონო, 14-დან 16 თებერვლამდე იგეგმება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ჩატარება. იქ იქნება უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და დაგეგმილია შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ JD Vance-თან, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან. რა თქმა უნდა, უკრაინა იქნება განხილვის თემა. ამავე დროს მანამდე იქნება თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, ასევე იქნება უკრაინაზე საუბარი და დგება საკითხი აი ამ მონაწილეობაში ნატოში მონაწილეობისთვის შიდა მარგი პროდუქტის გაზრდა, გადასახადის გაზრდა, ვიცით რომ 2%-ია და დადგა საკითხი რომ 5%-მდე უნდა გაიზარდოს. პოლონეთი უკვე მზადყოფნას საცხადებს ამაზე, ასევე ბალტიის ქვეყნებიც ამბობენ, რომ ჩვენც დავთანხმდებით და მზად ვართ გადავიხადოთ ეს საწევრო შემოსატანი 5%-ით. ასევე მთელი რიგი ანალიტიკოსები წერენ, რომ მიუხედავად ამ JD Vance-ის შეხვედრისა ზელენსკისთან და უკვე
ტრამპის შემდგომში შეხვდება ზელენსკის, ქვე ამბობს, რომ დაახლოებით 20 თებერვალს შეიძლება მოხდეს ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა. ეს იმას ნიშნავს, რომ შტატებს ექნება კიევთან ულტიმატუმი. თუ კი ამ მიუნხენის კონფერენციამდე მოხდებოდა, ასე ვთქვათ, ანუ გაცვლა აზრების კიევის რეჟიმთან, ან უფრო ხშირი კომუნიკაცია, ეს იმაზე შეიძლება ყოფილიყო მეტყველი, რომ რაღაც მოლაპარაკებები არის კულუარული უკრაინულ მხარესთან და რაღაც ურთიერთგაგება შეიძლებოდა მომხდარიყო ტრამპის ადმინისტრაციასთან, მაგრამ რადგან პირდაპირ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იქნება ეს შეხვედრა, ვიცე-პრეზიდენტის და შემდეგ ჩადის უკვე ტრამპი ზელენსკისთან შესახვედრად, აი არსებობს ეჭვი, რომ უფრო ძალის პოზიციით, ანუ ულტიმატუმების ენით დაიწყებს ტრამპი საუბარს ზელენსკისთან. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქალბატონო თამარ? მოუწევს თუ არა საბოლოოდ ამბიციების დათმობა ამ ზელენსკის, თან თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ სამწუხაროდ მოგვიწევს მტკივნეულ დათმობებზე წასვლა, როგორც მე ვატყობ. აი რას უნდა ველოდოთ, თქვენ როგორ ფიქრობთ? მოლაპარაკებები დაწყებულია უკრაინულ და რუსულ მხარესთანაც, მიმდინარეობს გარკვეული პოზიციების შეჯერება და ალბათ ვაჭრობის პროცესიც არის. ეხლა მოდით არაერთხელ გვითქვამს, რომ უკრაინა არის პროქსი ქვეყანა. იგი რო არ ფინანსდებოდეს და ესე იგი არ ყოფილიყო იარაღის მიწოდება დასავლეთის მხრიდან, იგი ამდენს ვერ გაბედავდა, ხო? ფაქტობრივად და ესეც არაერთხელ გვითქვამს, რომ უკრაინა არის აი ამ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესის პოლიგონი. და ისტორიად მის ირგვლივ მიმდინარეობს და კიდევ ახლო აღმოსავლეთით არის ცხელი წერტილი, სწორედ აი ამ რაღაცა პოზიციების შეჯერება. ამიტომ ზელენსკი იძულებული იქნება, რომ დათანხმდეს, სხვა რა გამოსავალი აქვს მას, ხო? და ეხლა თუ მივადევნებთ ყურადღებით თვალს, ნახეთ გააქტიურებული არის საომარი მოქმედებები რუსეთის მხრიდან. ანუ ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება უფრო მომგებიანი პოზიციიდან აწარმოონ ეს მოლაპარაკებები. და განცხადებები, რომელსაც ტრამპი ავრცელებს ამ სარგებელთან დაკავშირებით იმ 500 მილიარდთან და ასე შემდეგ, ხო? და იმ რესურსების ამერიკის ათვისებაზე ამერიკელი მხარის მხრიდან. ეხლა არავისთვის არ არის ეს საიდუმლო, რომ ეს ყველა რესურსები ძირითადად რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე არის განლაგებული, ხო? და რისკენ მიგვითითებს ეს იმას, რომ ისე უკრაინის ბედი გადაწყდება რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების დროს. და აი ამ ვაჭრობის შედეგად ეხა აქ ლაპარაკი არის როგორი სტატუსი ექნება, ხო, უკრაინას. ეხა მტკივნეული იქნება და იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ ყირიმის აღიარება მოხდება, არ ვიცი, დე იურე, დე ფაქტო. დე იურეთ არ არის, ხო, დე ფაქტო უკვე აღიარებულია. უბრალოდ აი აქ ლაპარაკი არის, აი ეს რიტორიკა ჩვენ ლაპარაკობდით, რომ როდესაც ტრამპმა გადაარქვა და ამერიკის სრუტე დაარქვა მექსიკის სრუტეს, საპასუხო რეაქცია რუსების იყო, რომ უკრაინასო მალარუსი ექვია. კი, სახელმწიფო სათათბიროში გამოვიდა ერთი დეპუტატი და ეს მექსიკან გალფო დაწერა იმან ტრამპმა სოციალურ ქსელში, უბრალოდ გადაარქვა ამერიკანო, ხო? მექსიკის ყურე და გადაარქვეს ამერიკული. გავახსენოთო ჩვენ კოლეგებს, უბრალოდ მოწინააღმდეგესო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსო, რომ უკრაინას ისტორიულად მალოროსია ერქვაო. მანამდე სხვათა შორის თქვენ გემახსოვრებათ, ქალბატონო თამარ, ჩვენ ქონდა საუბარი გასულ კვირას აჩვენეს, აი როდესაც ინტერვიუს იღებდა ეს ჟურნალისტი რუსეთის პრეზიდენტისგან მანქანაში, იქ გააკეთა განცხადება, რომ ეს ევროპელი ლიდერებიო, ეხლაო როგორც თავის პატრონს ფეხებთან მიუცუცქდებიან უცებო და ეს მისი გამონათქვამი, ნუ რასაკვირველია, ეხლა იქ საელჩო მუშაობს, ოპერატიულად ყველაფერი თარგმნეს, მიაწოდეს, დაუდეს ფურცელი ალბათ ტრამპს და
ტრამპმა გამოაქვეყნა თავის სოციალურ ქსელში პუტინის ნათქვამი. რომ ეს ევროპული ქვეყნებიო ეხლაო თავის პატრონთან ან ფეხებში ჩაუხდებიანო ასე ვთქვათ რა გაეფინებიანო. ხო და ეს რაზე მეტყველებს რომ თვითონ თავს მიიჩნევს ამ დასავლეთ ევროპის ერთპიროვნულ ჰეგემონად, ანუ რასაც ის იტყვის, ის უნდა შეუსრულონ მათ. უბრალოდ ეხლა მიმდინარეობს დღის წესრიგის შეცვლა ამ ლიბერალების და გლობალისტების თანდათანობით ჩამოშორება და მოყვანა ხელისუფლებაში აი ამ კონსერვატიული ტრადიციული ყაიდის პოლიტიკოსებისა. ხო, ну ჩვენ კარგად ვიცით, როდესაც ესეთი კრებითი სიტყვა დასავლეთი, ეს იგულისხმებოდა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა, ხო, ერთ სიბრტყეში, ну კიდე რამდენიმე სხვა ქვეყანაც. და რაც შეეხება უსაფრთხოების ქოლგა ევროპის, ეს იყო ნატო. ანუ იქიდან სათაურიდანაც ჩანს, ხო? ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი. ასე რომ ეხლა იმიტომ არის ესეთი შეშფოთება ევროპაში, რომ წარმოიდგინეთ თქვენ ესეც არაერთხელ მithქვავს, რომ ევროპული სახელმწიფოების ძლიერება და ეს საყოველთაო კეთილდღეობა იდგა რაზე? ამერიკულ ქოლგაზე, აი ამ ნატოსი უსაფრთხოების და რუსულ იაპ რესურსებზე, ენერგორესურსებზე. ორივე ეცლებათ ხელით. ხო და ეს ნატო როგორც ქოლგა რომ მოიხსენიებოდა, ეხლა ეწერა რომ დიახ. უკრაინის ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ევროპის დასუსტებაც. ის ჩრდილოეთ ნაკადი ორი საფეთქება, ხო? და ვითომ აი იდეოლოგიური მოტივებით რუსულ გაზზე უარის თქმა და ხედავთ როგორი ეკონომიკური სიტუაცია, არც თუ ის ესახარბიელო. რაღაცა ძალიან ბევრი კომპანიები გავიდან ევროპიდან და იქით ნახევარსფეროში გადაბარგდნენ, მაგრამ ნახეთ იქაც ხო მექსიკაში კანადაში იქაც ტარიფები დაუწეს. ანუ ტრამპმა ძალიან კარგად იცის ეს ბიზნესის მოძრაობის წესები. ამიტომ ზღუდავს ხო ამ ბიზნესებს და უნდა რომ გააძლიეროს ძირითადად ამერიკული მხარის ინტერესი. რაღაც მომენტებში ალბათ ვაბანკზეც მიდის. მაგრამ იმ იმედით რომ ის მოიგებს. არც მალავს ხო პირდაპირ როგორც ბიზნესმენი ისე მოქმედებს და ამბობს რომ პირველ რიგში უნდა იყოს გათვალისწინებული ამერიკის ინტერესები. ეხლა ნახეთ ურსულა ფონ დერ ლაიენი სწორედ ამ 25%-იანი ბაჟის დაწესებაზე რა განცხადებას აკეთებს. მე თავად უყურე მის გამოსვლას აიქ ბრიუსელში პიუპიტრთან რო დგას ევროპარლამენტის ცენტრალურ ადგილას და ის მომენტი იყო, როდესაც ის აქებდა ბალტიის ქვეყნების სამივე პრემიერ-მინისტრი თუ პრეზიდენტი, ანუ მოკლედ ლიდერები იჯდნენ ეს ბალტიის ქვეყნების და ისეთი ყალბი ბრავადა ქონდა, რომ აი ყოჩახ თქვენო, ეხლა თქვენ დაიხსენით რუსეთსო ამ ელექტრომომარაგების საერთო ქსელიდანო და გადმოერთეთ ევროპაზეო და ეს ისეთი რამ გააკეთეთო, რომ ჩვენო ეხლა ერთიანობითო, ახლა ვიმარჯვებთო. ანუ აი ეს უკვე პენსიონერი ჟოზეფ ბორელი გამახსენა ურსულა ფონ დერ ლაიენის, აი აშკარად ჩანდა ფარისეულური სიყალბე. მის სიტყვებში აი ესეთი ყალბი სიხარული ქონდა. და ამას რატო ვიძახი? ტრამპის გადაწყვეტილებას 25%-იან ბაჟზე ეხმაურება ესეთი ციტატით, ანუ განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილების შესახებ ევროპული ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე ტარიფები დააწესოს ღრმა მწუხარებას გამოვხატავ. ტარიფები გადასახადებია, სუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის. ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება. ეხლა ამ ქალს მთელი ეს ევროპა, ეს 27 ქვეყანა, რომლებსაც ერთს მიერეკება მეორეს, ანუ ერთიანობა არ აქვს მთელ რიგ საკითხებში და ესენი უპირებენ ახლა ტრამპს, ქიშპს ამ მიმართულებით. ესენი მოუგებენ ტრამპს. თქვენ როგორ ფიქრობთ? არა, ტრამპს აქვს ძალიან მკაცრად გადაწყვეტილი, როგორ უნდა იმოქმედოს. გამომდინარე უშუალოდ თავისი ეროვნული ინტერესები. აქ იყოფა უკვე ევროპის და ამერიკის ინტერესები. და აი, როდესაც ამას უკავშირებ ჩვენი ოპოზიციის მოქმედებებს და ეს გადაკლული ევროკავშირში
ინტეგრაციის პროცესს, რა ისინი ვერ ხვდებიან, რომ სხვა მხრივ მიდის ახლა განვითარება ამ გლობალური პროცესების და ის დღის წესრიგი, რასაც ისინი დღეს გვთავაზობენ, არა, ეს არის უკვე წარსული ეტაპი. და ეხლა სხვანაირად უნდა შეხედოს, ხო, ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამაც, რასაც აკეთებს დღეს ჩვენი მმართველი გუნდი, ხელისუფლება. და ეს პოლიტიკური ესტაბლიშმენტიც ევროპული, ეს წინა ხელისუფლების, იგივე დემოკრატების პროდუქტები არიან, არა მარტო დემოკრატების, არამედ რესპუბლიკელებიც, რომელიც იმ წინა დღის წესრიგით ცხოვრობდნენ. შეიცვალა ყველაფერი გლობალურ დონეზე, ამიტომ ის პოლიტიკური ლიდერებიც ვერ არიან ადეკვატურები და ვერ პასუხობენ ამ თანამედროვე მოთხოვნებს. დღეს აბსოლუტურად სხვა ეტაპი დადგა მსოფლიო გლობალური განვითარების პირობებში, იმიტომ რომ დღეს ნახეთ შემთხვევით ხო არ არის, რომ სუვერენიტეტზე არის უკვე ლაპარაკი. და აი ჩვენი ხელისუფლებაც ამ სუვერენულ ინტერესებზე და სუვერენული პოლიტიკის გატარებაზე ლაპარაკობს. და ტრამპიც ამბობს, რომ მიხედეთ თქვენ თავს და თქვენთან ურთიერთობა ჩვენი იქნება ძალიან პრაგმატული, გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან, იმიტომ რომ ისე აღარ იქნება, როდესაც ამერიკა უდიდესი ხარჯებით უზრუნველყოფდა ევროპული სახელმწიფოების, ვთქვათ, იგივე სამხედრო თავდაცვას. იგივე თავისთვის ეკონომიკური ურთიერთობების წამგებიანობას, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელი ბიზნესმენებისთვის იყო ძალიან დიდი ბაზარი, რომლის საშუალებითაც, აი ამ ეკონომიკური ურთიერთობების საშუალებითაც ევროპა იყო ის, რაც იყო. ყველაფერ ამას ეხა შეექმნა საფრთხე. ამიტომ ახალი მოცემულობა, ახალი დღის წესრიგია და ეხლა ყველამ უნდა იზრუნოს თავის თავზე. ნახეთ, ის დღის წესრიგიც, რაც გლობალიზაციამ მოიტანა, ის ფერადი რევოლუციები შემთხვევითი ხო არ იყო, ეს ამერიკის მიერ პროვოცირებული ფერადი რევოლუციები იყო და აი 2010 წელს ბარაკ ობამა ჩეთემ ჰაუსში გამოვიდა და ნახეთ რა თქვა, რომ ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო ახალი ეპოქის პირობებში, როდესაც სრულიად ახალი ერები იქმნებაო და რა ქონდა მხედველობაში, რომ ეს ფერადი რევოლუციების შედეგად ძალიან დიდი ნაკადი მიედინებოდა ევროპაში და მოხდებოდა რაღაცა ახალი ერების ჩამოყალიბება, მაგრამ შემდეგ თვითონ აღიარეს, რომ ეს მულტიკულტურალიზმი არ შედგა, იმიტომ რომ მათი ინტეგრაცია ამ ევროპულ სახელმწიფოებში არ წარმოებდა, ისინი ანკლავებად ცხოვრობენ და ფაქტობრივად ნახე ამ კიდევ გენდერული პოლიტიკის ფონზე არა ევროპას ძალიან ცუდი დემოგრაფიული მომავალი ემუქრება. ასე რომ აი ამ ყველა პრობლემის გააზრება არის საჭირო, რადგან ყველაფერი ეს დღეს მსოფლიოში არის ძალიან ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგადაფნული. კი, თან ევროპა, ანუ ევროკავშირი პრინციპში აშკარაა უკვე რომ უკან იხევს აი ამ ეკონომიკური თვალსაზრისით, ანუ თუ კი 2017 წელს, ანუ თავის პირველი პრეზიდენტობის დროს ტრამპი მიიჩნევდა ჩინეთს კონკურენტად, ну ახლაც მიიჩნევს, მაგრამ შედარება არ შეიძლება 2017 წელთან ჩინეთის, ვიდრე ახლა რა მდგომარეობაშიც იმყოფება. ჩინეთი კიდე სხვა პრობლემაა, მაგრამ ნახეთ, იგივე ევროკავშირი, ხო, იგივე ნატო. ის არის წარსული მსოფლიო წესრიგის სტრუქტურები, რომელიც აღარ არის დღეს აქტუალური. ამიტომ შეიძლება ჩვენ ცოტა უახლოეს მომავალში ვნახავთ ახალი მოცემულობა იქნება. იგივე თქვათ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, იცით რა არის? აი იმ თეორიას მიხედვით, მე რო გითხარით თქვენ ჰეგემონური სტაბილურობის თეორია. ჰეგემონი ქვეყანა ამ თავის დღის წესრიგს, ღირებულებებს, პოლიტიკურ კონიუნქტურას, დანარჩენ მსოფლიოს გარკვეული ინსტიტუციების, იდეოლოგიის, საერთაშორისო სამართლის საშუალებით თავს ახობს და ახორციელებს აი ამ ინსტიტუციების და
ამ იდეოლოგიური მდგენელის მეშვეობით. შეცვალა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხო ეს? ნახეთ, ინიციატივა საიდან მოდის? თვითონ ამერიკიდან მოდის და ეხლა რა უნდა თქვა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის და თვითონ ამხელს ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის USAID-ს, ხო? რომ ეს ორგანიზაციები მექსამეებს და მავნებლებს უწოდებს. კი ბატონო, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი კორუფციის მანქანა იყო და არავისთვის არ არის ახლა ეგეც საიდუმლო, რომ როდესაც ეს გრანტების გაცემა ხდებოდა, უდიდესი უმრავლესობა კორუფციული მექანიზმები ატკატები ეგრეთ წოდებული. ხო, ეგრეთ წოდებული ატკატები თუკან ბრუნდებოდა. და ეს წესრიგი და ეს მოქმედებები ამან ამოწურა ყველაფერი. და რატო არის აი ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციებიც ახლა საცოწარკვეთილები არიან და პესიმიზმში არიან ჩავარდნილები. რატო? იმიტომ რომ დაფინანსება შეუწყალთ. ანუ ის ინსტიტუციები, რაც აი იმ სოფლიო წესრიგს უზრუნველყოფდა რა, აღარ არის აქტუალური. ამიტომ სრულიად ახალ რაღაცა ინსტიტუციების, ახალი სამართლის, ახალი ღირებულებების, აი ეს ლიბერალური დემოკრატიაც აღარ არის, ხო? და უნდა ველოდოთ, რომ თან როგორ ეფექტი იქონია ტრამპის ამ რიტორიკამაც. გუშინდელი თოვლივით გაქრა, თითქმის. ახლა არის აგონიური გამოვლინებები, რასაც თბილისის ქუჩებში ხედავთ. შემთხვევით არ არის, რომ ეს ფიგურა არის რომელიც არის არაორდინარული, ხო? ძალიან გაბედული და ძალიან მკვეთრ განცხადებებს აკეთებს. ზოგი ამბობს, რომ შეიძლება გაუთვლელი რაღაც არ არის ეს გაუთვლელი, ეს ძალიან კარგად გათვლილია და ეფექტის მოსახდენად აკეთებს ამას. ასე რომ აი ხო თქვენ რაც ახსენეთ, რომ გაბედულ და მკვეთრ განცხადებებს აკეთებს, გამახსენდა აქტუალურია კვლავ ეს ღაზას თემა, ანუ ვიცით ის რომ ღაზას ვიყიდიო, ყიდვა მინდა სურს ღაზას ყიდვა, რივიერა უნდა მოვაწყო, ნუ იკვეთება უფრო სხვა რამ, ხმელთაშუა ზღვაში ალბათ უნდა ერთი კარგი მუდმივ მოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გაკეთება. ეხლა აქვთ ბაზები ამერიკელებს ხმელთაშუა ზღვაში, კვიპროსი იქნება თუ სირაკუზები თუ იტალია თუ ასე შემდეგ. დასაყრდენი აქვთ ერთი სიტყვით, მაგრამ სად როდესაც ისრაელთან ექნება თავისი ბაზა, თქვათ, ნუ პირობითად ეს საკმაოდ დიდ კონტროლს მოახერხებს ამითი გნებავთ. მე ამას გეოპოლიტიკურ თვალსაზრისით არ უყურებ მართლა. შესაძლოა, ხო, ან თურქეთის აღმოსავლეთის მხარეს, ან თუნდაც იგივე ამ ორმოზის სრუტეს კონტროლს და ირანს შეხედავს ამით, არ ვიცით. აქ რა ხდება, მაგრამ აი ამ მკვეთრ განცხადებებში ის იგულისხმება, რომ ახლა გამოვიდა ტრამპი და ამბობს, რომ ჰამასმა, უბრალოდ იმ პალესტინელებმა ღაზას სექტორში, ვისაც ყავს დატყვევებული ის ისრაელელი მძევლები, სასწრაფოდ შაბათს აი დაახედა საათს 12 საათამდე უნდა გაათავისუფლონ. თუ არ გაათავისუფლებენ, გააუქმეთ ის მიღწეული ზავი და შეთანხმება და დაიწყეთ კვლავ ჯოჯოხეთიო, ამ სიტყვებს ამბობს პირდაპირ. ჯოჯოხეთი მოაწყეთო მანდო. ანუ აი ეს როგორ შეიძლება შეფასდეს კალბტონ თამარ. ანუ ნუ ძალის დემონსტრირებაა ხო ფაქტია. ხო, მაგრამ აქ მე სხვა მიზეზებს ვხედავ, ეს არის უფრო საკრალური მიზეზები, ვიდრე რაღაცა გეოპოლიტიკური ინტერესები და რამდენადაც მე ვიცი, ტრამპი არის ევანგელისტი. ხო, ისევე როგორც ის მაიკლ პენი ვიცე-პრეზიდენტი და ევანგელისტები ხშირ შემთხვევაში ებრაელებზე უფრო დაინტერესებულები არიან იმ ტაძრის აშენებაში. ამიტომ აქ მე საკრალურ მიზეზებს ვხედავ იმისთვის, რომ აი ხელი არ შეეშალოთ ამ ეგრეთ წოდებული მესამე ტაძრის მშენებლობაში. ხო, აი უფრო აქედან გამომდინარე არის, ვიდრე გეოპოლიტიკური ინტერესები. თუმცა რამდენიმე რუკა არსებობდა ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკის გადაკეთებისა, იყო ერთი პერიოდი, რომ საერთოდ ახლა ისრაელი როგორ უნდა განვიხილოთ, ფაქტობრივად ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების დანამატი. და დასაყრდენი ახლო აღმოსავლეთში.
ხო, ესეთი სახელმწიფო, რომელიც ესე იყოს ინტეგრირებული, თუ გინდა ფინანსური წყაროებით, იგივე პოლიტიკით არა, ამიტომ ამ შემთხვევაში ცოტა სხვა რამეებთან გვაქვს საქმე. და აი თქვენ რაც თქვით ახლა, მაგალითად ამ პოლიტიკურ რუკაში რამდენიმე რუკა არსებობს, ხო, ახლო აღმოსავლეთის. თქვათ თურქეთის მომავალიც ძალიან არაერთგვაროვანია, ხო? ერთ-ერთი რუკის მიხედვით თურქეთის დანაწევრებაც არის გათვალისწინებული. ასე რომ რომელი სცენარი განხორციელებდება, ალბათ რაღაცა კონტურები გამოიკვეთება. თურქეთის დანაწევრებაში თქვენ აი სწორად მიუთითეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი იყო ის კაცი, ვინც შეადგინა დანაწევრებული თურქეთის რუკა, სადაც უნდა წასულიყო საბერძნეთისკენ და იტალიისკენ მთელი დასავლეთი ნაწილი, ხო, კი ბატონო, და ცენტრალური ანატოლია და აღმოსავლეთი. ტრადიციულად ინგლისელები არიან აი ამ თურქეთის რაღაცა მდგომარეობის გარანტები, ხო? მაგრამ ძალიან ბევრი არაერთგვაროვანი ქვეყანაა თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ახორციელებენ ამ თურქიზაციის პროცესს, იგივე მაგალითად ქართველს რო შეეკითხო, ხო, გეტყვის, რომ თურქია ოღონდ გიურჯი, ანუ ქართული წარმომავლობის თურქი. ეს სოციალიზაცია ძალიან კარგად აქვთ, მაგრამ ეთნიკურად იგივე ქურთების პრობლემა ძალიან ჭრელი ქვეყანაა და ბევრი ბომბი არის ჩადებული ამ ეთნიკურ ნიადაგზე. ამიტომ როგორი იქნება მისი მომავალი ერდოღანის თქვათ პრეზიდენტობის შემდეგ ეს კაცმა არ იცის. ხო, ნუ ნაღმები არის და პრინციპში ამერიკელების ინტერესი არის მთელი რიგი გარემოებების გამო თურქეთის ესეთ ნეო-ოსმანური მადის შეზღუდვის თვალსაზრისით. ეს 2016 წლის პუჩის მცდელობაც ხო, ნუ გიულენის თანამშრომლობა იყო პრინციპში შტატებთან. გიულენი ამერიკის მიერ შექმნილი ფიგურა იყო, რომელიც გლობალიზაციის ისლამურ ვარიანტს გვთავაზობდა განათლების საშუალებით, ეხლა მე მონაწილე ვიყავი და ვიცნობ კარგად, ის კი არა გიულენთანაც ვარ ამერიკაში შენახვედრი, ხო? და მათი პროგრამა ძალიან კარგად ვიცი და ჩემი აზრით, მაინც 2016 წლის პუჩი ეს თვითონ ერდოღანის მიერ ინსპირირებული პუჩი იყო, იმიტომ რომ ამითი მან ძალიან ბევრი თავისი ამოცანა შეასრულა და განსაკუთრებით ის ძალიან დიდი სამხედრო გენერალიტეტი ფაქტობრივად გაანეიტრალა და მაგრამ ლიბერალებსაც დაერია, თურქ ლიბერალებს ასე ვთქვათ. ნუ ახლა თურქი ლიბერალები კარიან ზეგი ძალიან ესეთი. მაინც აი თუ განვიხილავთ ჩვენ რამდენი სამხედრო გადატრიალებაც არისო ეს რის გამო იყო? იმის გამო რომ ეს სამხედროები იყვნენ გარანტები სეკულარული თურქეთის და აი ტენდენცია მაინც ისლამი არის ძალიან ძლიერი რელიგია, ხო? და ყოველთვის იყო თურქეთში რომ ეს ისლამისტური განწყობები მაინც იმარჯვებდნენ ხოლმე და აი პერიოდული გადატრიალებები იმიტომ ხდებოდა და ხელისუფლებაში მოდიოდნენ სამხედროები და რომლებსაც ხარს უმაგრებდა ამერიკის შეერთებული შტატები. მაგრამ ეხლა სრულიად თურქულ-ამერიკული ურთიერთობები ძალიან შეიცვალა. და ის ფუნქცია რაც მას ჰქონდა ეხლა საბჭოთა კავშირში რატო ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ნატოსი, რომლის ინიციატორიც ჩერჩილი იყო და ეს იყო ფორპოსტი ფაქტობრივად დასავლეთის საბჭოთა კავშირთან ურთიერთობებში, ხო? კალბატონ თამარ, გამოჩნდა უკვე ქართულ ენაზე, მან მინდა გითხრათ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს საიტია და სახელმწიფოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი სააგენტო, საინფორმაციო headline-ი არის ასეთი: სხვადასხვა დონეზე წახალისებულია საქართველოს მონაწილეობა 3+3 შეხვედრებში.
და ამ განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. თქვენ როგორ ფიქრობთ, მივა საქართველოს ხელისუფლება იმ წერტილამდე რომ ჩაერთოს მაინც ამ მოლაპარაკებებში, ამ 3+3 ფორმატში, ვინაიდან უკვე კარგა ხანია რაც არსებობს ეს ფორმატი, სულ დევს საქართველოს დროშა იქ უკან მაგიდასთან 5 ქვეყანა ესწრება, მე-6 არ ესწრება. კი ბატონო, ამაზეც არაერთხელ გვილაპარაკია ჩვენ. ფაქტობრივად რა არის? ეს არის ფორმატი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ რეგიონის ქვეყნები. და აი ამ ინტეგრაციულ პროცესს ძალიან ეწინააღმდეგებოდა დასავლეთი. და არაერთხელ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანი იყო, მე მგონი მაშინ, როდესაც ოდნავ რაღაცა ისეთი შერბილებული ტონით თქვა, რომ შეიძლება განხილული იქნას ამ ფორმატში მონაწილეობა, ძალიან მკვეთრი განცხადება იყო ამერიკელების მხრიდან, ოღონდ არაოფიციალური, ხო? ელჩმა ყოფილმა საქართველოში განაცხადა, რომ მე არ მეგონაო, რომ იმ ქვეყანასთან რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, შეიძლება რაღაცა სახით ურთიერთობაზე წავიდესო საქართველო. რატომ? დასავლეთის აი იმ წინა წარმომადგენლებს საშინლად არ აწყობდათ, ესე იგი ეს ფორმატი, რატომ? იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს არის რეგიონული მოთამაშეების მიერ რეგიონის პრობლემების გადაჭრის გზა. და ამაზე არაერთხელ თქვა იგივე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, იგივე ირანის პრეზიდენტმა, რომელიც მალევე აზერბაიჯანში ჩამოსვლის შემდეგ გარდაიცვალა ძალიან საეჭვო ვითარებაში, ავიაკატასტროფაში. ხო? და თუ რეგიონის მოთამაშეები გადაწყვეტენ აი ამ ხრივ, ესე იგი ფორსირება მოახდინონ ამ პროექტის, არა საქართველოს ჩაერთვება ალბათ ამ პროექტში. და მე ვთვლი, რომ ეს მისთვის ცუდი არ იქნება. იმიტომ რომ ნახეთ როგორი სურათი გვაქვს. საქართველოს იღწოდა იგივე ევროპული ინტეგრაციისთვის, ხო? იგივე სტრატეგიული პარტნიორი იყო ამერიკის შეერთებული შტატების. და რეგიონში ჩვენ არც ერთ ფორმატში არ მონაწილეობდით. და ფაქტობრივად დარჩენილი ვიყავით ყოველგვარი რაღაცა რესურსის გარეშე და რაღაცა პრობლემა რომ გექნებოდა შენ, აი 2008 წლის ომი ძალიან კარგი მაგალითია. არავინ არ ჩაერია ამ ურთიერთობებში. ამიტომ ყოველთვის კარგია რომ შენ ჯერ მეზობლებთან უნდა მოაგვარო ურთიერთობები, რაღაცა ტიპის, ესე იგი, ინტეგრაციულ პროცესში უნდა მიიღო მონაწილეობა. და ის რიტორიკა, რომ თურმე არ შეიძლება ირანთან, აი ხა გაგირდები, გამოდიან ოპოზიციონერი დეპუტატები და კობახიძეს ბრალს დებენ იმაში, რომ რატო წახვედი ირანშიო და დაიტირე ის პრეზიდენტიო. ნუ ეხლა ხო, ნუ ეს უმეცრებაა ეხლა რა თქმა უნდა. უმეცრებაა და რა ვიცი მე. და აზერბაიჯანზე ამბობენ, რომ აი იქაური ავტორიტარული რეჟიმი, შენ ვინ გეკითხება, შენ იქ რა რეჟიმიც არის, არა შენი მეზობელი ქვეყანაა და უნდა მოახერხო და ურთიერთობები დაამყარო, ხო მასა. ამიტომ მე ამ პროცესში მონაწილეობაში ცუც მე ვერაფერს ვერ ვხედავ, პირიქით ეს იქნება პლატფორმა, რომლის საშუალებითაც საქართველოს შეიძლება რომ მოაგვაროს რაღაცა თავისი პრობლემებიც კი. იმიტომ რომ ესე იგი სხვა გზა, ეხლა მე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. როდესაც შენ ესეთი მცირე ქვეყანა ხარ, სხვა გზა არა გაქვს შენ გარდა მოლაპარაკებებისა და ვაჭრობის, ხო? როდესაც ხდება შენ პრობლემურ ქვეყანასთან რაღაცა ინტერესების თანხმედრა. იმიტომ კი არ ვამბობთ, აი ხა ეს კლიშეები პრორუსი, პროისა, ნუ ეს ძალიან კრეხელობა არის და არაპროფესიონალიზმი და ეხლა ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი რაღაცა იარლიყი იმისთვის, რომ ვინც ამას გეგმავდა, რა ძალიან კარგად იცოდა, რომ საღი აზრი
რო არ ყოფილიყო გაჟღერებული ადამიანები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებზე ლაპარაკობდნენ, მათ მაშინვე ის კი არა ოცნებაზე ლაპარაკობენ ახლა. პრორუსი ხელისუფლება არის. ხო, ნუ ეს და ეს მოსახლეობამ ძალიან კარგად უნდა გაანალიზოს, რომ სხვა გზა არ არსებობს. მხოლოდ პრაგმატული ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკა და ის პალმერსტოუნის ცნობილი ციტატა, რომელიც ძალიან კარგად ხსნის საერთაშორისო ურთიერთობების არსს, ხო, რომ ინგლისს არ აყავს მუდმივი მტრები და მეგობრებს მას აქვს მუდმივი ეროვნული ინტერესები. კი ბატონო, აი ინგლისელია დევიდ ბეკჰემი, ფეხბურთელი ცნობილი, დაარეგისტრირა უკვე რაღაც ვენჩურული ფირმა დაარეგისტრირა რუსეთში, რომელმაც უნდა იუაჭროს ბავშვთა თეთრეულით, ანუ რუსეთი პოპულაცია დიდია, უამრავი 150 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ხო, დიდი ბაზარია და ბრიტანელი დევიდ ბეკჰემი, რომელიც ნუ ვიცით რომ რუსეთი სანქციების ქვეშ უნდა მოექცია და არავის არ უნდა ეთანამშრომლა რუსებთან და ამ ბეკჰემის წინააღმდეგ ნათამაშები აქვს შევჩენკოს, რომლის თანაგუნდელი იყო კახიკალაძე და შევჩენკოს ციტატაც არის რომ მეო კალაძეს არ ვესაუბრებიო, არ ველაპარაკებიო. ანუ აი ამ პოლიტიკურ იმის გამო აი რა უნდათ ამათ ამ უკრაინელებს უკვე ჩემი აზრით ეს არის ძალიან არაპრაგმატული ემოციებზე გათვლილი რაღაცა განცხადებები, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს რეალურ პოლიტიკასთან და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ რუსეთთან არ გქონდეს საქმე და საერთოდ ხმა არ გავცეთ, თვითონ ძალიან კარგად თანამშრომლობენ და მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ რუსეთთან ესეთი ლატენტური ურთიერთობები. ქალბატონ თამარ, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ეგრეთ წოდებულ მედია მენეჯერებს ამ გლობალისტური არხებიდან, ფოტოც იყო და ეს განცხადებაც გააკეთა. შეხვედრები რაც დავიწყეო, ამბობს, ერთი მხრივ მიმართულია იმისკენ, რომ მიუნხენში მხოლოდ მე კი არ წავიდე როგორც პრეზიდენტი, არამედ ჩემთან ერთად წამოვიდე საზოგადოება და მისი პრობლემები ყველა კუთხით იყოს იქ წამოჭრილი. თავს დღემდე უწოდებს პრეზიდენტს, ხო, ნუ იქ იჯდა ეს გაბუნია მედია მენეჯერი, კიდე სხვა დანარჩენები, მოკლედ ამ გლობალისტური არხებიდან. ხო და რა შედეგის მიღწევას ფიქრობს ეს ქალი? ანუ ასე მგონია სხვა განზომილებაში ცხოვრობენ უკვე ისინი. არა, სხვა განზომილებაში ისინი გარკვეულ დავალებებს ასრულებენ. ახლა მე ვერ გეტყვით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქართული ძალა. და მთელი მისი მოქმედებებიდან ეს ძალიან კარგად იკვეთება, რომ ის არ არის თავის მოქმედებებში დამოუკიდებელი და გარკვეული ძალების რაღაცა დირექტივებს ასრულებს. ანუ ისევ და ისევ მივდივართ ამ deep state. იცით რა არის deep state-ი, კი ბატონო, მაგრამ deep state-იც რამდენიმე სახის არის. ახლა დღევანდელი პოლიტიკა ის არ არის, რაც სახეზე ჩანს, ხო? ეს იგივე დღეს მიმდინარე პროცესები, იგივე ტრამპის გამარჯვება, ეს არის ელიტებს შორის განხეთქილების და რაღაცა ჯგუფის გამარჯვების შედეგი, ხო? ყოველ შემთხვევაში ის ელიტარული ჯგუფი, რომელმაც მოიყვანა ტრამპი, ეს ჩვენ გვაწყობს, იმიტომ რომ რაღაცა ჯანსაღიდეებთან არის მაინც ასოცირებული და ის რასაც დღეს ტრამპის თავაზობს მსოფლიოს, არა, კაცობრიობის ინტერესებში ჯდება. ხო, იგივე გამომდინარე გენდერული პოლიტიკა, სუვერენული პოლიტიკის გატარება და რა ვიცი, ის ღირებულებები კონსერვატიული ოჯახის და ასე შემდეგ. მაგრამ აი ფულის გათეთრებას რაც შეეხება თქვენ ამ გენდერულ პოლიტიკაზე, რომ ახსენეთ, თურმე შეისწავლეს ამ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს N რაოდენობით სახსრებს, დიდძალ თანხას, მილიონებს ხარჯავდნენ, რომ გამოეყვანათ ტრანსგენდერი ვირთხები. ცხოველებზე იყო ექსპერიმენტები და მილიონები დაიხარჯა თურმე ამაზე, რომ გამოეყვანათ ეს ახალი ქვესახეები. აი ამ ტრანსგენდერი ცხოველების. კარგით, ცხოველები. წარმოგიდგენიათ ხო რა საკეთებია? ცხოველები კიდე ხო, მაგრამ ეს პროპაგანდა
რა შედეგის მომტანი იყო. ამას მილიონები და მილიარდები იდებოდა იმ სამედიცინო ინდუსტრიაში და აი ამ პროპაგანდის შედეგად არა ბევრი ადამიანი იცვლიდა სქესს. ანუ გენდერი რა არის? სქესი სოციალური კატეგორია, ხო? ის აღქმა, როგორი აღქმა გაქვს შენ და ეს ხო არის საშინელება. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, გაცხოველება ადამიანის. ნუ აღარც მინდა ეხა. სხვათა შორის მე ამაზე ვლაპარაკობდი გაცილებით უფრო ადრე და არაერთ ეთერში მეუბნეოდნენ ზოგიერთები, რომ ესო არ არისო აქტუალური ყურით მოთრეული პრობლემა. რა ყურით მოთრეული? ეს არის უპირველესი, ესე იგი პრობლემა, რომელიც კაცობრიობას დღეს უდგას და იქამდეც მივედით, რომ საქართველოშიც დაფიქსირდა, რომ პატარა ბავშვები მივიდნენ და სქესის შეცვლა მოითხოვეს. ამიტომ ეს მართლაც შეთქმულება იყო კაცობრიობის წინააღმდეგ და ამაზე კიდევ უამრავი მილიარდები კეთდებოდა, ხო? ეს ოპერაციები, ეს რაღაც ინდუსტრია მთელი და იქამდეც მივიდნენ, რომ იცით რა არის, აი ეს გლობალურად იყო ეს პრობლემა. ეხლა დასავლეთმა როგორიც იცით, ძალიან კარგი მექანიზმები აქვთ, თუ რაღაცა უნდათ რომ განახორციელონ, ამის თეორიაც არსებობს, როგორ უნდა მომხდეს ამ ყველაფრის ცხოვრებაში რეალიზება, ხო? და აი ამაშიც უდიდეს მოგებას პოულობდნენ ისინი და ძალიან წარმატებით ახორციელებდნენ და ეტყობა ღმერთმა გადმოგხედა ჩვენ როდესაც მოვიდა ტრამპი და ესე რადიკალურად აკრძალა ყველაფერი რომ კაცი არის კაცი, ქალი არის ქალი და მილიონები დაწესდა იმათთვის გადასახდელი ვინცაც უნდა რომ სქესი შეიცვალოს. იმიტომ რომ ეს რაღაცა საშინელება და წარმოიდგინეთ ეს ჩვენი ლიბერალები ოღონდ ესე იგი დასავლური რაღაცა მიმხედურები ყოფილიყვნენ, არა ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ და გეუბნეოდნენ, რომ შენ რეტროგრადი ხარ, ჩამორჩენილი ხარ, არ გესმის. ცდილობდნენ ხელოვნურად ადამიანების მარგინალიზებას. მარგინალიზებას ადამიანს აი წმინდა ის ზღაპარი რო არის, მეფეშიშველია. ხო და ბოლოს რაღაცა გამოჩნდა ის გამოსავალი და სხვათა შორის აი ამ პატარა ბიჭის სახით საქართველომ გაუწია ძალიან დიდი წინააღმდეგობა ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. კი, ეკლესიის როლი ძალიან დიდია განსაკუთრებით ქართულის. თუნდაც აი ეს კოვიდ ისტერია რო იყო. არავინ არ დაობს იმაზე რომ არ იყო, კი, იყო, ბევრი მოიხადა, მაგრამ არ დაიხურა ეკლესია, არ შეწყდა წირვა-ლოცვა და ნახეთ უკრაინის უბედურება რითი დაიწყო. დაიწყო სწორედ ეკლესიის განხეთქილებით. ამიტომ ღმერთმა ალბათ წილხვედრი ქვეყანა რო ვართ, ესეთი პატრიარქი დაგვიცვა კი, გადაგვარჩინა. დაგვიცვა. ნუ მათი ეკლესიის ახლა ბოლო კვლევა იყო ამ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს. აი ხო ყველაფერი გააკეთეს, იქ ჩართეს კონსტანტინოპოლიც. ჩამოაყალიბეს ეს ხელოვნური ბუტაფორიული ახალი ეკლესია, რომელსაც პეცეუს ეძახიან. მისი ეს არ გამოვა ეგ და რა თქმა უნდა არ გამოვა ეს კაცი დადის სადღაც ჩავიდა ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ დაუწყია ქადაგება რომ აი ამ დუმენკოზე მკლაპარაკი მათი ამ ახალი ეგრეთ წოდებული ეკლესიის თავკაცის რომ უკრაინას აუცილებლად ჭირდება ბირთვული იარაღი ანუ უნდა დაუბრუნდეს ეს ბირთვული შეიარაღება და მე კვლევა დადო ერთ-ერთმა სოციოლოგიურმა სააგენტომ რომ სამრევლოების დონეზეც კი ვერაფერი ვერ უქნეს იმ კანონიკურ ეკლესიას, რომელიც უკრაინაში იყო. პოლიტიკაში აი ამ საკრალურ მომენტებს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. და ვინც აი ამ რაღაცა რელიგიურ და საკრალური დოგმების წინააღმდეგ ილაშქრებს, არა ძალიან ცუდად ამთავრებს. და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ. და ჩვენი წინა ხელისუფლება ძალიან კარგი მაგალითია ამისი, რომ ვის ეგონა რომ დადგებოდა დრო, როდესაც ლაპარაკი იქნებოდა მათ გასამართლებაზე.
და ძალიან კარგია, რომ ეს უნდა იყოს პრეცედენტი, რომ არც ერთმა მომავალმა ხელისუფალმა არ უნდა გააკეთოს ისეთი საშინელებები, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა, რომ ერთი მას სამაგიეროს. ქალბატონ თამარ, თქვენ როგორ უყურებთ აი ამ კომისიის შექმნის იდეას და ინიციატივას? უკვე იქ ჩამოთვლილი იყვნენ დეპუტატები, რომლებიც შევლენ ამ კომისიაში და რომლებმაც საბოლოოდ უნდა დადონეს დასკვნა ბრალეულობა იმ ხალხის, ვინც ამ სააკაშვილის რეჟიმის დროს აი ასე ამგვარად ოპერირებდა. ანუ პრინციპში შემდგომში ამ ხელისუფლების საბოლოოდ ან რაც ჩამოაშორეს ხელისუფლებას ეს ხალხი უკვე მერე აღმოჩნდა ის ფაქტები და სააშკარაოზე მერე წამოიწია, ვიდრე თავად იმ ხელისუფლების დროს ხდებოდა. განა ვერ გრძნობდა ხალხი, გრძნობდა, ატყობდა, უყურებდა, ბევრმა თავის ყავზე იწვნია, ასე ვთქვათ, მაგრამ უფრო გამოჩნდა შემდგომში ეს ყველაფერი. აი ეს უბედურებები, რაც მაშინ ხდებოდა. ეხლა მე და თქვენ ხო ცხოვრობდით იმ დროს და აი საშინლად მახსოვს ის პერიოდი, მე თვითონ რეპრესირებული ვარ, ჩემი მეუღლე მეორე სამსახურიდან მომხსნეს და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, იმიტომ რომ სიმართლეს ლაპარაკობდი და არ ვეპუებოდი, ესე იგი მათ აი ამ რაღაცა პოლიტიკას და ეხა მიკვირს უბრალოდ როგორ უბედავდი ამ ყველაფერს, ხო? და ყველაფერი იცოდა. უბრალოდ ეხა თვითონ კომისიის შექმნას მე ძალიან დადებითად ხვდები, იმიტომ რომ მართლა უნდა დაერქვას ხო ყველაფერს თავისი სახელი. ეხა როგორ იმუშავებს აი ეს არის საკითხავი, ხო, როგორი ეფექტური იქნება ამ კომისიის მუშაობა, მაგრამ მე კიდევ რას მივესალმები, იცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა პოლიტიკური სცენიდან გაქრეს. და უნდა იყოს აი ისეთი თამაშის წესები, როდესაც ოპოზიცია მას არ შეეძლება ვიღაცის დაკვეთით თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ განახორციელონ ეს რაღაცა ქმედებები. ამას უნდა ბოლო მოეღოს. და შემდეგი ველი რო გაიწმინდება, თუ მოვა შემდეგი რაღაცა ოპოზიციური ძალა, ეს უნდა იყოს ძალიან კონსტრუქციული ძალა, რომლის მთავარი მიზანიც იქნება ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ყოფნა და ამ ოპოზიციონერების ძირითადი დატვირთვა უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება კრიტიკული განწყობა იყოს აი ამ ქმედებების მიმართ ხელისუფლების, იმის გამო კი არა, რომ ხელისუფლებაში ბუნებრივია ხა ხელისუფლებაში მოსვლა ოპოზიციურ პარტიას ყოველთვის ქვეყნის საკეთილდღეოდ. იმიტომ რომ ხა ოპოზიცია საჭიროა, რომ ხელისუფლება ფორმაში ამყოფოს და მოახდინოს აი იმ ქმედებების ლუსტრირება, რომ ხალხმა დაინახოს რა არის კარგი, რა არის ცუდი. ხო და თუ ამ ფუნქციას შეითავსებს არა, იმიტომ რომ ნახეთ დღეს რა განწყობებია, პოლიტიკოსები ხალხს არ უყვარს. აი ხშირად არ უნდა ადამიანს წასვლა პოლიტიკაში, იმიტომ რომ აგინებენ, ხო? არა პოპულარული პროფესია გახდა ეს. რაღაცა სულ ნეგატივთან და არა მხოლოდ პოლიტიკოსები, ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ ჟურნალისტებიც კი, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ბრჭყალებში ვიხმარდი ამ თქვა პროფესიის სახელწოდებას, ვინაიდან იმ ჟურნალისტებს, ვისაც ისინი უყურებენ, ხო გინდა არ გინდა მე მიჩდება ასეთი პროტესტი და ეხლა რაზეა საუბარი. ხო, ნუ ესეც ხო შემოიტანეს, რომ ჟურნალისტი არის ხელშეუხლო. ესეც ხო მიზანმიმართული ტექნოლოგია იყო, რომ მათთვის მათ განეხორციელებინათ ეს ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებები და შენ არ შეგეძლო, რომ ხელი შეგეშალა ამ ყველაფრისთვის, ხო? ძალიან კარგად ჩაფიქრებული, მეცნიერულ დონეზე გააზრებული ესე იგი ქმედებები იყო, რომელმაც იმუშავა ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. და აი ესეთი რაღაცები ხა ერთ-ერთმა გენიოსმა თქვა, ხო, რომ ჩვენ აქ 64-ს ვერ შევქმნითო, მაგრამ ჯოჯოხეთი რო არ იყოს, ისეთი მდგომარეობა მაინც შევქმნათ, ხო, მით უმეტეს რომ პირობა არსებობს. მე გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია კიდე იცით განათლების
განათლების რეფორმირება, იმიტომ რომ ხა მე თან სასტრაფო წესით რაღაც ფორსირებულად უნდა მოხდეს ეს ყველა. ფორსირებული წესით და იმიტომ რომ მე ამ განათლების სისტემაში მუშაობ და ყველა ის ნაკლოვანება რაც არის ძალიან კარგად ვიცი. და აი ამის სასტრაფო წესით გამოსწორება საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე თაობა ახალგაზრდების დავკარგეთ და აღზარდეთ სრულიად არასწორი ღირებულებებით, რასაც დღეს ვიმკით ჩვენ. და სასწრაფო აი ეს ნეობრივი მორალური პრინციპების დაბრუნება ეს არის სასწრაფო წესით გასაკეთებელი. თვალში საცემიც არის საერთოდ ქუჩაში რო დადიხარ ჩანს. ძალიან მაღალი დონის უზრუნველყოფასთან ერთად, იმიტომ რომ ქართველები არიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები და როდესაც შენ ამ ნიჭს არასწორი მიმართულებით მიმართავ, არა ეს არის შეიძლება გაჩნდეს ბოროტება. ძალიან სავალალო და მე იმ ადამიანებს მინდა მიმართო, ვისაც გონია რომ არ არის მასობრივი განათლება საჭირო, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. იმიტომ რომ გაუნათლებელი ბნელი მოსახლეობა გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე განათლებული ადამიანები, რომელთა ფაქტია ეს ვინაიდან თუნდაც იმ განათლებულ სეგმენტს პრობლემებს შეუქმნის და ეს გადავეშვებით იმ ხანაში როცა ეს პლებეები პატრიციების წინააღმდეგ იცით რა არის ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც ჩვენია მხოლოდ განათლებაში არის გადარჩენა სხვათა შორის მე არაერთხელ მithქვას ინტერვიუ ავიღე ამერიკის შეერთებულ შტატებში ტომ გრემი არის ესეთი Kissinger Associates აღმასრულებელი დირექტორი და მინდა ახლა YouTube-ზე დავდებ აი ამ ინტერვიუს, სადაც ის პირდაპირ ამბობს. ძალიან პატიოსნად და გულღიათ, რომ მე ვეკითხები, რომ რა უნდა გააკეთოს ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორც საქართველოა და მაშინ ამ გლობალიზებულ სამყაროში. და იმან პირდაპირ თქვა, მხოლოდ განათლება გადაგარჩენთ თქვენ. კი ბატონო და ახლა გამოჩნდა კიდე ესეთი ნიუსი ნინო ლომჯარია ამბობს რომ დასავლელ პარტნიორებს მუდმივად უნდა ვუთხრათ რომ საქართველოში მიმდინარეობს რუსული და ავტოკრატიული გავლენების გაძლიერება სალომე ზურაბიშვილს გადავეცით სურვილები რაც გვინდა გააჟღეროს იქ მიუნხენის კონფერენციაში აჟღერ უნდა იყოს მე ისევ იმას დაუბრუნდები აღარ არის აქტუალური არც ის სტრუქტურები არც მათი განცხადებები იმიტომ რომ გარკვეულია უკვე ჩვენი პოლიტიკა, ჩვენ მივდივართ სუვერენიტეტისკენ, უკვე მივდივართ რაღაცა ეროვნული ინტერესების განხორციელებისკენ და ამიტომ მათი ეს განცხადებები უკვე აქტუალურია. ქალბატონ თამარ, ჩვენ ამდენიმე წუთი გვაქვს კიდე და აქვე გითხავდით. ახლა ეს ერთი განცხადება, რა თქმა უნდა, ეს არაფრის მომცემია, ანუ წავიდეს ის ქალიც იქ ჩაბრძანდეს მიუნხენის კონფერენციაზე, ესეც გასაგებია, მაგრამ შეიძლება 4-5 წლის პირობებში მომავალი 4-5 წლის პირობებში აი ეს ხალხი ვინც ოპოზიციის სახით ვინც ტივტივებს და თუნდაც აი ეს პროტესტში მონაწილე ახალგაზრდებს გულისხმობ არსებობდნენ მთელი აი ამ თავიანთი დღის წესრიგით ამ 4-5 წლის განმავლობაში რაიმე თადარიგთან ხო არ გვექნება საქმე თუნდაც შტატებში რო შეიცვალოს ხელისუფლება ამ ხალხმა არ წამოყოს თავი ისევ და ლიდერობისთვის ბრძოლა არ დაიწყოს ანუ ნაწილობრივ ხელოვნური ხომ არ არის ეს პროცესი და იმისთვის სწორედ რომ ასეთი რაღაც მოხდეს. თქვენ მხედველობაში გაქვთ ტრამპის შემდგომ თუნდაც მე არ ამგონია, იმიტომ რომ გასაგებია რომ ხა დემოკრატები და ის ნაწილი დემოკრატების რომელიც აი ახლა ამ რამდენიმე ხნის წინ იყო ხელისუფლებაში, მაგრამ გამომდინარე იმ ობიექტური გლობალური რეალობიდან არა ის დღის წესრიგი აღარ იქნება. ეხლა ტრამპი როდესაც ხო აღნიშნა უკვე ესეთ პოლიტიკას აფიქსირებს არა ეს არის იმ გლობალური პროცესების შედეგი, იმ განვითარების შედეგი, რასაც დღეს ვხედავთ. დღეს აღარ არის ერთპიროვნული ჰეგემონია, მე უფრო თვლი, რომ აი გამომდინარე ამ ტრამპის პოლიტიკიდან ნახეთ ჩინეთთან როგორი პოზიცია აქვს. ჩინეთის და ამერიკის ეკონომიკები ისე არის ურთიერთგადაბმული, რომ აი ესეთი რადიკალური პოლიტიკა არ გამოვა ხო ჩინელებთან. იგივე რუსებთან.
რუსეთი არის ძალიან დიდი გლობალური სახელმწიფო ატომური იარაღით. აქ არ ესმით. აურაცხელი ბუნებრივი რესურსები და აი ის დღის წესრიგი რას მის მიმართ იყო შეთავაზებული არაეფექტური აღმოჩნდა ხო ამიტომ ტრამპი იგივე პუტინთან აპირებს შეხვედრას ანუ დადგა რაღაცა კონსტრუქციული ეგრეთ წოდებული სათათბირო დიპლომატიის დრო და ეს განსაკუთრებულად კარგია ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორც არის საქართველო იმიტომ რომ ჩვენი მთელი უბედურება მოდიოდა აი ამ კონფრონტაციის შედეგად რომ ჩვენ ვიყავით განხეთქილების ვაშლი და აი კავკასიურ ცარცის წრეში რო არის პატარა ბავშვი ისე ვერ გვიყოფდნენ ხო და თუ ეს კონსტრუქციული დიალოგის თათბირის აი ამ დიპლომატიის დრო მოვიდა ჩვენც რაღაცნაირად ამოვისუნთქებთ და გვეშველება ასე რომ აი ამ პოზიტიურ ნოტით დიდი მადლობა. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, კაპიტან თამარ. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი კაპიტან თამარ კიკნაძე. ჩვენ დაუბრუნდებით ხვალ 19 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის.